საქართველოსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების არაოფიციალური გასაუბრება დაოსში და ქართული და რუსული საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრა სტრასბურგში. ახლავს თუ არა რისკი ქართულ-რუსულ დიალოგს და როგორ შეაფასეს ქართულ მედიაში არსებული ვითარება ევროსაბჭოში. მთავარ კითხვას ლევან ბერძენიშვილი გადაცემის მეორე ნაწილში სტრასბურგიდან უპასუხებს. რას მოითხოვს მთავარი პროკურატურისგან და რა თაღლითური სქემები ხორციელდებოდა საქართველოს რკინიგზაში კოკა გუნცაძე. გადაცემის ბოლოს შეძლებს თუ არა ახალი ხელისუფლება მთავარ სოციალურ გამოწვევებთან გამკლავებას. ლადო პაპავა გადაცემაში მთავარი კითხვა. მთავარ კითხვას საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე უპასუხებს. საღამოშტობისა. დავიწყოთ დღევანდელი სიახლით. დღეს თქვენ მიმართეთ პროკურატურას და მოითხოვეთ რკინიგზასა და ვაგონშემკეთებელ კომპანიას შორის 2012 წლის ივლისში გაფორმებული კონტრაქტის შესწავლა. საუბრობთ ფინანსურ სქემებზე. მოდით უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ, რა ფინანსური სქემები ხორციელდებოდა რკინიგზაში თქვენი დაკვირვებით. საკმაოდ დიდ თანხებზეა, როგორც ვიცი, საუბარი. დიახ, 2000 საუბარია 2012 წლის 7 ივლისის კონტრაქტზე, ხელშეკრულებაზე, რომელიც დაიდო საქართველოს რკინიგზას და ვაგონშემკეთებელ კომპანიას შორის. თუმცა იქამდე ალბათ სასურველია მცირეოდენი პრეისტორია გავიხსენოთ, თუ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. 24 აპრილს გასული წლის დირექტორთა საბჭო საქართველოს რკინიგზის მიზანშეწონილად მიიჩნია დიდი ოდენობით საქონლის და მომსახურების შესყიდვა და გამოაცხადა ტენდერი თავისი დადგენილებით. აქ ლაპარაკი იყო 290 ხორბალმზიძე, ახალ ხორბალმზიძე, 950 ვაგონცისტერნაზე და დაახლოებით 1100 გვარდაგასული სხვადასხვა ტიპის ვაგონების კაპიტალურ შეკეთებაზე. გამოცხადა ტენდერი 4 მაისს. თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესი. რამდენჯერმე შეიცვალა სატენდერო პირობები, შეიცვალა ტენდერით გათვალისწინებული საერთო მოცულობა შესყიდვების. შესაძლებელი თქვენი აზრით ამ ნაწილზე რომ გავამოხილოთ ყურადღება. არა, ეს გავიაროთ, ეს პრეისტორია რომ დაახლოებით გავიგოთ რასთან სქემასთან ქონდა საქმე. შეიცვალა გადახდის ანგარიშგების წესი და ვადები, მიმწოდებლის მიერ გრაფიკი თავის ვალდებულებების დაფარვის. საბოლოო ტენდერი დასრულდა 15 ივნისს. 2 ივლისს 2012 წლის გამოცხადდა ტენდერი ჩაშლილად ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო და ზუსტად 5 დღეში ვაგონშემკეთებელ კომპანიასთან, რომელიც ამ ტენდერში იყო ერთადერთი პრეტენდენტი და ჰქონდა სატენდერო წინადადება, რკინიგზა აფორმებს კონტრაქტს, რომლის საერთო ღირებულება არის 112.353.858 ლარი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ საერთო შესყიდვების, საერთო მოცულობის ნახევარს 50%-ს, 56 მილიონზე მეტს ავანსად 20 დღეში უხდის ვაგონშემკეთებელ კომპანიას. ჩვენ 2000 რკინიგზას 2012 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიეღო, ანუ ვალდებულებას იღებდა ვაგონშემკეთებელი კომპანია, რომ ჩაებარებინა რკინიგზისთვის 30 ახალი ხორბალმზიდი და 160 გარემო კაპიტალურად შეკეთებული სხვადასხვა ტიპის ვაგონი. არც ერთი ხორბალმზიდი დღემდე შემოსული საქართველოს რკინიგზაში არ არის და 160 კაპიტალურად შესაკეთებელი ვაგონიდან, სხვადასხვა ტიპის ვაგონიდან, მხოლოდ 35-ია მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული, მიღება ჩაბარების აქტები არც ამ 35-ზე ჯერჯერობით არ არსებობს. ანუ არანაირი ვალდებულება ვაგონშემკეთებელ კომპანიას შესრულებული არ აქვს. მეორე ტრანში უნდა გადარიცხულიყო 10 იანვარს, მეორე 56 მილიონი და ცხადია რკინიგზა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეაჩეროს ეს ტრანში და არ გადაუხადოს ვაგონშემკეთებელ კომპანიას. კონტაქტი გქონდა თვითონ ვაგონშემკეთებელ კომპანიასთან, რატომ არ ასრულებენ ისინი სატენდერო პირობებს? ვაგონშემკეთებელი კომპანია თავს არიდებდა ამ თვალსაზრისით გარკვეულ კონტაქტებს.
როგორც კი ჩვენ დავინტერესდით ამ კონტრაქტით, ეხლა შეინიშნება იქ კალკულური მოძრაობები ცხადია, თუმცა გეტყვით, რომ კიდე ერთი ძალიან ნიშანდობლივი მომენტია, ერთ-ერთი დირექტორი რკინიგზის, რომელიც ინიციირებულიც არის ეს პროცესი თავის დროზე, ხო, გაზაფხულზე. შემდგომში რატომღაც აღმოჩნდა ვაგონშემკეთებელი კომპანიის წილის ფლობელ ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაში. მის მენეჯმენტში, რომელიც რეალურად დახვდა იმპულსს, რომელიც იქნა გადარიცხული ამასის სახით და მართავდა ცხადია ამ სახსრებს. ჩვენ გადავეცით ეს მასალები საქართველოს პროკურატურას და შემდგომი გამოძიებისთვის მიგვაჩნია, რომ ალბათ საქართველოს პროკურატურა თუ გაყვება ამ კვალს, თუ საწავიდა შემდგომში ეს ფული, მე ძალიან ნათლად და კაფეო დაინახავს. კი, ბუნებრივია საფუძვლიანი მოდით ეჭვებზე ვისაუბროთ, ანუ კონკრეტულად რა ეჭვი გაქვთ აი ამ თანხების მოძრაობასთან დაკავშირებით, ამ ტენდერთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ამბობთ, რომ გაჭიანურდა, შემდეგ ჩაიშალა და შემდეგ უკვე კონკრეტულ კომპანიასთან გაფორმდა. და გაფორმდა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით კონტრაქტი. ერთ პირთან მოლაპარაკების გზით კონტრაქტი, მაშინ როდესაც ის პირი იყო დამარცხებული ამ ტენდერში, ზუსტად 5 დღეში. რაც შეეხება ეჭვებს, თქვენ მოგეხსენებათ თუ რა წელი იყო 2012 წელი, ეს იყო საარჩევნო წელი და ასეთი ტიპის თაღლითური ფინანსური სქემები, ცხადია მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირების სანქციის გარეშე არ კეთდებოდა. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ეხლა ჩვენ ვიცით საცხოვრობით რა ქვეყანაში, რა რეჟიმის პირობებში და ზუსტად ვიცით ვინ იღებდა ამ გადაწყვეტილებებს და ვისი სანქცია იყო ასეთი ოპერაციების შესრულება და განხორციელება. ამიტომ გადავეცით ჩვენ ეს პროკურატურას, რომ მიაკვლიოს იმ წყაროებს, თუ სად იქნა ეს გადაწყვეტილებები მიღებული. ეხლა ეს გადაწყვეტილებები რომ მხოლოდ რკინიგზაში არ იყო მიღებული, ამაში მე არ ვეპარება, თუმცა ცხადია რკინიგზის მაშინდელი ხელმძღვანელობის და ვაგონშემკეთებელი კომპანიის მენეჯმენტის ერთობლივი მონაწილეობით მოხდა და გახდა შესაძლებელი აი ამ ფინანსური თაღლითური სქემის რეალიზაცია. ბატონო კოკა, შეგიძლიათ დაასახელოთ ის პირები, შეიძლება საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართული აი ამ სქემის განხორციელებაში. ვისი სახელები და გვარებიც არის დაუშვათ რაღაც საბუთებზე ხელმოწერის სახით, თუნდაც კონტრაქტზე. ალბათ ეს არიან ის პირები, ვისი მეშვეობითაც პროკურატურა შეძლებს გავიდეს უფრო მაღალ ზონაზე. ცხადია, ეხლა იქ ყველაფერი ღიად არის, ბუნებრივია, ნაწილი შეიძლება მუშაობს კიდე, ნაწილი უკვე აღარ არის საქართველოს რკინიგზაში, მაშინდელი ხელმძღვანელობა და დირექტორთა საბჭო ცხადია მონაწილე იყო ამ პროცესის, თუმცა მე დავასახელე დღეს ერთი გვარი, ვინც შემდგომში ტოვებს რკინიგზას და ვაგონშემკეთებელი კომპანიის წილის ფლობელ ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაში აღმოჩნდა. ეს არის ერთ-ერთი დირექტორი სატვირთო გადაზიდვების დავით ჯინჯოლია, რომელიც მათი ოფისი იყო განთავსებული პიქსელში მაშინ და ასე ვთქვათ იქიდან მართავდნენ ვაგონშემკეთებელ კომპანიის ასე ვთქვათ ფინანსურ ნაკადებს. ვინ შეიძლება კიდევ ყოფილიყო ამ სქემებში ჩართული, როგორ ფიქრობთ? ის ვინც იღებდა ამ გადაწყვეტილებას საქართველოში. ვის გულისხმობთ ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში? იცით მე ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი არ იყო. მე არ მიჭირს ხა გვარების დასახელება, თქვენ მე ეს პრობლემა არ აქვს. უბრალოდ მე ვთვლი რომ უმჯობესი იქნება თუ გამოძიება დაადგეს ამას. ისე ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თუ რა დონეზე მიიღებოდა ეს გადაწყვეტილება და გენერალური პროკურორის გარეშე ასეთ გადაწყვეტილებას, ასეთი მასშტაბის ფინანსური ოპერაციების თაობაზე გადაწყვეტილებას ის ხელისუფლება ვერ ბედავდა და არ იღებდა ცხადია. რკინიგზა ამას ვერ გააკეთებდა მსგავსი სანქციების გარეშე. ბატონო კოკა, თქვენ ნოემბრის ბოლოდან ხართ სამთავრობო საბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ეს ეჭვი გამოთქვით ახლა. რატო? უბრალოდ დავაზუსტებ, იუსტიციის მინისტრი იყო ის, ალბათ ის პიროვნება ამ დროისთვის. დიახ. ეს ეჭვი ახლა რატომ გაგიჩნდათ? უკვე რამდენიმე თვეა, რაც ხართ რკინიგზაში, უბრალოდ ხართ სამთავრობო საბჭოს თავმჯდომარე. გარკვეული პერიოდი იქნა საჭირო იმისთვის, რომ მე შემესწავლა მთელი რიგი საკითხები, ჩემ ხელთ აღმოჩნდა ეს კონტრაქტი, რომელიც ცხადია იწვევდა საფუძვლიან ეჭვებს, რომელსაც მიიქცია ჩემი ყურადღება, არა მხოლოდ ჩემი ყურადღება. ეს ხოთაშორის შეიძლება საჯაროდ არ იყო ცნობილი, მაგრამ საკმაოდ გახმაურებული კონტრაქტი იყო, იგივე იმ სოციუმში, რომელიც რეალურად ტრიალებს რკინიგზაში და არა მხოლოდ იქ. ჩვენ წამოვწიეთ, დავინტერესდით დამატებითი დეტალებით და საჭიროდ ჩავთვალეთ, საჯარო გაგვეხადა ეს ინფორმაცია, მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის, სხვადასხვა აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, რომ ჩვენ რეგულარულად გარკვეული პერიოდულობით საზოგადოებას თქვენი მეშვეობით, მედიის მეშვეობით მივაწვდით ინფორმაციას რკინიგზის საქმიანობის შესახებ, მისი მომავალი გეგმების შესახებ, იმ ვითარების შესახებ, რომელიც ჩვენ დაგვხვდა
მძიმე მემკვიდრეობის შესახებ და ეს იქნება გამჭვირვალე და ნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის. რკინიგზა არის არა მხოლოდ ბიზნესი და არა მხოლოდ კორპორატიული ინტერესების მატარებელი რაღაცა კერძო სამართლის იურიდიული პირი, ეს არის რეალურად გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი არტერია ჩვენი ვთქვათ სატრანსპორტო კორიდორის, კასპია-შავი ზღვის შემაერთებელი სატრანსპორტო კორიდორის, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის გეოპოლიტიკური ფუნქციის შესრულების გზაზე. მით უმეტეს ახლა როდესაც მთავრდება ერთი მნიშვნელოვანი ძარღვი რკინიგზის და საუბარია კიდევ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე, მაგრამ ბატონო კოკა, დღემდე არ ყავს დირექტორი საქართველოს რკინიგზას. რატომ არ ყავს? პირველ რიგში ეს მაინტერესებს. როგორ ფუნქციონირებს რკინიგზა დირექტორის გარეშე? მენეჯმენტი დაკომპლექტებულია, მართალია გენერალური დირექტორი. სწორედ გენერალური დირექტორი. ხო, ჯერჯერობით არ არის დანიშნული, თუმცა ყავს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ რკინიგზას მართავს დირექტორთა საბჭო. შედგება 4 დირექტორისგან, ეს არის გენერალური დირექტორი და რამოდენიმე მიმართულების დირექტორები. პრინციპში ეს დღეს ყავს სახეზეა დირექტორთა საბჭო ფუნქციონირებს, წარმოადგენს დღეს რკინიგზის მენეჯმენტს და ამ ეტაპზე მე განსაკუთრებულ პრობლემებს ვერ ვხედავ. ცხადია, მაგრამ რატომ არ არის ეს კითხვა ჩდება? დღეს სხვა შორის ბოდიშომ გაწყვეტნებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საუბარია მამუკა ბახტაძეზე, რომელიც შეიძლება დაინიშნოს გენერალურ დირექტორად. ნახოთ, ვერ გეტყვით დროს უგავასწრებთ, თუ თქვენ არაფერი ხსმენიათ ამ პიროვნების შესახებ. იცი ჯერჯერობით გადაწყვეტილება გენერალური დირექტორის შესახებ მიღებული არ არის. მამუკას ვიცნობ, ძალიან კარგად ვახასიათებთ, ის მუშაობს დღეს საპარტნიორო ფონდში. ადრე მუშაობდა რკინიგზის საკითხებზე, ბუზალინ ჰამილტონის ჯგუფში, რომელიც სტრატეგიაზე მუშაობდა რკინიგზის განვითარების, თუმცა გადაწყვეტილება გენერალური დირექტორის თაობაზე ჯერჯერობით ცხადია მიღებული არ არის. ამ მხრივ არანაირი პრობლემას მე ვერ ვხედავ, ამ მხრივ ცხადია ეს არ გამოიწვევს რაღაცა შეფერხებებს რკინიგზის საქმიანობაში, თუმცა ეს გადაწყვეტილებას თავის დროზე იქნება მიღებული. ბატონო კოკა, წინა ხელისუფლებების პირობებში, როგორც წინა ასევე ედუარდ შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლების პირობებში, რკინიგზას კონკრეტული ხელისუფლებებისთვის ჰქონდა ძალიან კონკრეტული ფინანსური დატვირთვა. თითქოს ერთგვარი ყულაბის როლს ასრულებდა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვიცით და ამაზე მეტყოლებს თუ პროკურატურამ დაამტკიცა ის ფინანსური სქემაც, რაზეც თქვენ დღეს ისაუბრეთ. რა შეიცვლება ახალი ხელისუფლების პირობებში? კი ბატონო, გეთახმებით. ამაზე მეტყოლებს თუნდაც ის სქემა ფინანსური, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ და რომელსაც დარწმუნებული ვარ, შემდგომი გამოძიება დაადასტურებს, ცხადყოფს და ასე ვთქვათ, საქმის დეტალებს არ მოვაჩენს. რაც შეეხება რკინიგზის პრიორიტეტებს, ალბათ უახლოეს ხანში ჩვენ წავდგებით საზოგადოების წინაშე, სადაც გადაიხედება მთელი რიგი პრიორიტეტები რკინიგზის ბიზნეს სტრატეგიაში. და ჩვენ დავუდებთ ჩვენ ხედვას უახლოესი წლების განმავლობაში, როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს რკინიგზა, როგორ უნდა იყოს ის მოდერნიზებული და როგორ უნდა შეასრულოს ის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელიც მას ეკისრება ჩვენი ქვეყნისთვის. ანუ პოლიტიკური მნიშვნელობა მოცილდება რკინიგზას? რკინიგზას პოლიტიკური მნიშვნელობა არ მოცილდება არასდროს. არა, მე არ გულისხმობ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ამ შემთხვევაში, მე გულისხმობ პოლიტიკურ მნიშვნელობას კონკრეტული პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ არ უნდა აღმოჩნდეს. სწორედ ამას. რასაკვირველია, ამაში ორი აზრი არ არის. სახელმწიფო კონიუნქტურის ქვეშ არ უნდა აღმოჩნდეს რკინიგზა. ამაში არ არსებობს ორი აზრი. რკინიგზა არ უნდა იქნდეს ფულს თაუერების შენებლობაში და სხვა არაპროფილურ ასე ვთქვათ ხარჯებს არ უნდა წევდეს. რკინიგზა უნდა დებდეს თავის შემოსავლებს საკუთარი ვთქვათ ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში, საკუთარ განვითარებაში და იმაში, რომ იყოს მდგრადი ინსტრუმენტი აი ამ ფუნქციის შესასრულებლად, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ამ მხრივ ცხადია, ყველა პრიორიტეტი იქნება გადასინჯული ჩვენს მიერ, მათ შორის ის პრიორიტეტებიც, რომელიც ატომღაც უპირობო ღირებულებად და ასე ვთქვათ მიმართულებებად იყო აღიარებული წინა ხელისუფლების დროს. ცხადია ის პოზიტიური, რომელიც ქონდა და გააჩნდა და მინდა აქვე აღნიშნო, გააჩნია რკინიგზას, უპირველეს ყოვლისა მინდა აღნიშნო, ეს არის ძალიან კვალიფიციური ვთქვათ ტექპერსონალი, შემოსამსახურეები, სხვადასხვა მენეჯერებიც, მთელი რიგი შემთხვევებში არის მოდის ძალიან კარგი თაობა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა და საკმაოდ კვალიფიციური კადრებად ჩამოყალიბდნენ. ეს
ინტელექტუალური ეს კვალიფიციური რესურსი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული. თქვენ გაქვთ კონკრეტული ინფორმაციები იმ შესახებ, ალბათ კარგად ჩაიხედეთ ფინანსურ სქემებში და ალბათ ეს არ იქნება ერთადერთი ფინანსური სქემა, თუ რა პროექტებზე ნაწილდებოდა რკინიგზაში აკუმულირებული თანხები. გაქვთ ამის შესახებ წარმოდგენა? კი, რასაკვირველია. შეგიძლიათ ისაუბროთ? კი, არა, ბევრი პროექტი იყო ასეთი, ძირითადად რკინიგზის ბიუჯეტი იყოფა ვთქვათ საოპერაციო ხარჯებად, რომელიც მის ვთქვათ ოპერირებას სჭირდება და ორ მსხვილ პროექტად. ეს არის შემოვლითი გზის პროექტი, რომელიც აი თბილისის ზღვის ვთქვათ ქალაქის გვერდის ავლით თბილისის ზღვაზე გამოვალ სარკინიგზო ხაზს გულისხმობს და ეგრეთ წოდებული მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც რიკოთის გადასასვლელის მოდერნიზაციას და მის ვთქვათ გადაზიდუნარიანობის გაზრდას გულისხმობს. ეს ორი პროექტი ფინანსდებოდა სხვა წყაროებით, ეს იყო ევრობონდებიდან შემოსული თანხები, დანარჩენი ეს ვთქვათ რკინიგზის ყოველდღიური საოპერაციო შემოსავლებიდან იფარებოდა. ცხადია, პრიორიტეტები ამ თვალსაზრისითაც ანალიზის და შესწავლის საგანია და სწორედ ამას გულისხმობდი, როდესაც ხაზს უსვამდი და გეუბნებოდით, რომ ძალიან მალე ალბათ ჩვენ გვექნება ჩვენი ჩამოყალიბებული ხედვა იმ პრიორიტეტების შესახებ, იმ ვთქვათ ბიზნეს სტრატეგიის შესახებ, რომელიც უპრეანია, რომ განისაზღვროს როგორც რკინიგზის სტრატეგია, რომელიც რეალურად რკინიგზას გაიყვანს სწორ ხაზზე. კიდევ ერთი თემა, რომელიც უკავშირდება საკითხს იმასთან დაკავშირებით, როგორ იმართება საქართველოს რკინიგზა. დღეს ჟურნალ ლიბერალის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ რუსთავიორზე გავიდა გიახუხაშვილთან ინტერვიუ, რომლის სამუშაო მაგიდაზეც იდო რკინიგზის ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი ბიუჯეტი, თუმცა თვითონ გიახუხაშვილმა თქვა, რომ ეს იყო მხოლოდ თავფურცელი. ეწერა, როგორც ლიბერალი უწყება რკინიგზის აქციონერებთან შესათანხმებელი მნიშვნელოვანი საკითხები ამ თავფურცელს, რომელიც ჩანდა კადრში. შეგიძლიათ მიპასუხოთ, რა კონკრეტულ საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობს გიახუხაშვილი რკინიგზასთან დაკავშირებით? მე ჩება ეჭვი, რომ მედია მისი გარკვეული ნაწილი მაინც გარკვეულ დემონიზაციას ახდენს ამ შემთხვევაში გიას. და სინამდვილეში დემონის ხაცქმის და არა დემონის სიმულაციას. იმიტომ რომ ადამიანებს ჩვევიათ და საზოგადოებასაც მითების და დემონების შექმნა და ხშირად ამ მითების და დემონების თავის წარმოდგენების მსხვერპლად იქცევენ. არა, ამ შემთხვევაში ძალიან კონკრეტულ მე მგონი აქ ხო ეხლა იცით მე ეჭვება რომ რკინიგზის ბიუჯეტი ყოფილიყო და ეხლა მე მგონი კონკრეტულ თემებში რკინიგზის რომ ყოფილიყოს ეხლა რკინიგზის ბიუჯეტი ხა ბიუჯეტის წაკითხვა მე მგონი ტრაგედია და დანაშაული არ არის. რასაკვირველი არა. დაუმტკიცებელ ბიუჯეტს რასაკვირველი არ მონაწილეობს აქ გამორიცხულია ორი აზრი არ არსებობს. რკინიგზის მართვაში მონაწილეობს მხოლოდ და მხოლოდ მისი მენეჯმენტი, დირექტორთა საბჭო, ხოლო სამართალყურებო საბჭო თავისუფლებამოსილების ფარგლებში ზედამხედველობს დირექტორთა საბჭოს საქმიანობას. ეხლა აქ ეს არის აბსოლუტურად გაზვიადებული და მე მგონი საფუძველს მოკლებული. თუმცა ეს კონკრეტულ ვიზუალურ კადრს ეყრდნობოდა ამ შემთხვევაში ლიბერალის ინფორმაცია, ბატონო კი ვიზუალურ კადრს. ჩვენი საუბრის ბოლოს ისევ ის თემა, რითაც დავიწყეთ. როგორი არის პროკურატურის რეაქცია? იქ არის ძალიან ბევრი საქმე, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა მათ შორის გახმაურებულ ამბებს საქართველოში. რა დრო დაჭირდება პროკურატურას იმისთვის, რომ შეისწავლოს ეს კონკრეტული ფინანსური სქემა? ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ვიდრე საქმე მივა ბოლომდე, მონაწილე პირები აღარ არიან საქართველოში და შემდეგ მათი დაკავება ძალიან რთულდება. ძალიან კარგი შეკითხვაა. მე რამდენი ხანი დაჭირდება ეს ალბათ პროკურატურის მისამართით დასასმელი შეკითხვა უფროა. საქმეში არ ფიგურირებს ტექნიკური პირობების დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც უნდა განისაზღვროს რეალურად სამუშაოს შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება და ტექნიკური გადაწყვეტილება. ეს დოკუმენტაცია საქმეში არ ჩანს, არ არის, ვერ მოვიკვლიეთ. იმიტომ რომ აქ ლაპარაკი იყო მსახურების გაგრძელებაზე, მათ ვადაგასული ვაგონების მსახურების გაგრძელებით კაპიტალურ შეკეთებაზე. ეს საჭიროებს დამატებით ტექნიკური პირობების დოკუმენტაციას, საჭიროებს ამის საფუძველზე ტექნიკურ გადაწყვეტილებას, დიაგნოსტიკას და მსგავსი მასალები პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენ ვერ წავაწყდით, მოვითხოვოთ, მაგრამ არ აღმოჩნდა. ამას ჭირდება მოკვლევა, პროკურატურა შემოვიდეს, შეისწავლოს ეს საქმე, ამოწიოს ყველა ხელშეკრულება, ყველა კონტრაქტი, ყველა ის მოცულობები, რომელიც წლების განმავლობაში ვაგონშემკეთებელ კომპანიას გაუკეთებია, გვაქვს დიდი ეჭვი, რომ მას არ აქვს სიმძლავრე ამ მოცულობის სამუშაო განახორციელოს, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ცხადია ამასაც დაადგენს და რაც მთავარი ხაზი იქნება გაყვეს იმ გადარიცხვებს,
იმ 56 მილიონს კვალს მიაგნოს, რომელიც შემდგომ გაკეთდა აი ამ კომპანიის მიერ. ძალიან დიდი მადლობა. კოკა გუნცაძე პასუხობდა მთავარ კითხვას, რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ლადო პაპავა უპასუხებს მთავარ კითხვას, ლევან ბერძენიშვილი გადაცემის ბოლო შეგორთება, როგორც ჩანს, რადგან მას ამ წუთებში აქვს გამოსვლა ევროსაბჭოში. მოგესალმებით ბატონო ლადო. საღამოშიდობის. არაერთი თემაა თქვენთან სასაუბრო, მაგრამ მინდა დავიწყოთ დაოსის ფორუმით, უბრალოდ მისი მნიშვნელობით. ბოლო პერიოდში მედიაში გაჩნდა გარკვეულწილად სკეპტიკური სტატიები ამ ფორუმთან დაკავშირებით. დღესაც Washington Post-ში გამოქვეყნდა ბლოგერის მაქს ფიშერის სტატია, რომელიც ერთგვარად ირონიულად აფასებს ამ ფორუმის მნიშვნელობას. ის ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ელიტურ თავყრილობას არ აქვს კავშირი და არ აქვს ზეგავლენა რეალურად იმ ქვეყნებზე, სადაც არის კრიზისი, მაგალითად ის ეგვიპტეს იხსენებს. სადაც მიმდინარე მოვლენების პარალელურად იყო სწორედ დაოსის ფორუმი და სხვადასხვა სიფრყეში მიმდინარეობდა ეს ორი მოვლენა. ახლა დაოსში იმყოფება საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უდგას სათავეში. თქვენი აზრით, კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში შეიძლება თუ არა გქონდეს შედეგის მოლოდინი, რაც კონკრეტულად გამოხატული იქნება მაგალითად ინვესტიციების მოზიდვაში, რაც ასე სჭირდება დღეს ქვეყანას. იცით, არ შეიძლება არ დავეთანხმოთ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაოსის ფორუმი არ არის პანაცე. დაოსის ფორუმი არ არის ის ოქროს გასაღები, რომელიც გლობალური ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტისთვის არსებობს. ეს არის ფორუმი, სადაც ხვდებიან საკმაოდ დროის შემზღუდულ ვადაში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები, ხვდებიან ცნობილი ბიზნესმენები, ცნობილი ექსპერტები, მეცნიერები და მსჯელობენ გარკვეულ გლობალურ საკითხებზე. მაგრამ ეს მსჯელობა ეცით ისევე შეიძლება ითქვას, ახლა არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის სპეციალურად შექმნილი ინსტიტუტია, რომ მსოფლიოში არ იყოს ფინანსური კრიზისები, მაგრამ ის მაინც ვითარდება. ასე რომ თავისთავად ასეთი იდეა ფიქსის შექმნა, რომ ახლა ეს ფორუმი ყველამას გადაწყვეტს, ასე არ არის. იმავდროულად ეს შენზეა დამოკიდებული, რამდენად ქმედითად გამოიყენებ ამ ფორმატს. ყოველ შემთხვევაში ფორუმზე წასვლის წინ ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე სხვადასხვა ტელეეთერით გააკეთა განცხადება, რომ მისი მიზანი არის მოახდინოს ამ ფორუმზე სამი საინვესტიციო ფონდის პრეზენტაცია და ამ ფონდების საშუალებით მოიზიდოს საქართველოში ინვესტიციები. ანუ მოიზიდოს ინვესტიციები არა რომელიმე კონკრეტულ სექტორში, არამედ ფონდებში, ხოლო ფონდები თვითონ მერე განსაზღვრავს ეკონომიკის რომელ სექტორში რა ინვესტიციები განხორციელდეს. ჩანაფიქრი აბსოლუტურად სწორია. ეხლა ეს რამდენად წარმატებული იქნება, ამას უმალე ვნახავთ, იმიტომ რომ დავოსის ფორუმზე წასვლამდე ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ მას არ უნდა საჯაროდ ისაუბროს ამ მექანიზმებზე. ამიტომ მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, ხოლო როცა დაუბრუნდებიო და ეს გახდება ცნობილი თვითონ ფორუმის მონაწილეთვის, ამის შესახებ უფრო დეტალურად უკვე ქართულ მედიასაც მოვახსენებ. აი ნახოთ, ცოტა ხანში პრაქტიკულად იმ კვირაში პრემიერი იქნება თბილისში და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. მაგრამ ამ ფორუმიდან გამომდინარე პრემიერ-მინისტრის კონდა შეხვედრები როგორც პოლიტიკური ხასიათის, ასევე ეკონომიკური ხასიათის. ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა სწორედ ასეთია. თქვენი აზრით, რომელ მხრივ უნდა ველოდოთ უფრო მეტ შედეგს? პოლიტიკური თვალსაზრისით თუ ეკონომიკური თვალსაზრისით? ეს ორივე თემა ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. თუ პოლიტიკური მხარდაჭერა არ არის, მოდის საეჭვო ქვეყნებიდან ინვესტიციები. მეორე მხრივ ინვესტიციების შემოსვლა ეს არის გამოხატულება გარკვეული ნდობის და შემდეგ პოლიტიკური ურთიერთობაც უფრო მოწესრიგებული ხდება. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ პრემიერ-მინისტრმა თავისთავად წარმოაჩინოს. აი, ავიღოთ ერთი მაგალითი, ახლა დიდი დემოკრატიულობით დღევანდელი უკრაინის პრეზიდენტი არ გამოირჩევა. ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ის ურთიერთობა რა ჩამოყალიბდა საქართველოს და უკრაინის ხელმძღვანელობა შორის არის მიუღებელი. წარმოიდგინეთ, საქართველოს პრეზიდენტი ჩადის უკრაინაში და ვის ხვდება? ოპოზიციურ პარტიას. მის ყრილობაზე ჩამოდის ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ეს არის უდარ, ცნობილი მოკრივე კლიჩკო და პრეზიდენტი აფორმებს ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ ოპოზიციური პარტიის ლიდერთან. და ის ვერ ხვდება უკრაინის პრეზიდენტს. ეხლა როგორი რეჟიმიც არ უნდა იყოს უკრაინაში, ეს ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა ევროკავშირისთვისაც, დასავლეთისთვისაც და ჩვენთვისაც, რომ
აქ სახელმწიფოთა ხელმძღვანელების დონეზე ურთიერთობის არარსებობა ეს არის უდიდესი შეცდომა. ამიტომ თუნდაც ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის, როცა ბატონი ბიძინა შეხვდა პრეზიდენტ იანუკოვიჩს. უკვე კვირაზე მეტია გრძელდება დავა ყოფილ ხელისუფლებასა და ახლანდელ ხელისუფლებას შორის, რომელიც ვერადავერ გადაიზარდა თუ არ გადაიზარდა დებატში, რადგან მხარეები ვერ შეთანხმდნენ სადებატო ველზე. გულისხმობ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის მოსაზრებას, რომელიც საუბრობს საბიუჯეტო კრიზისზე, მაგრამ როგორც ჩანს, მას ტერმინი ეშლება და ალბათ გულისხმობ საფინანსო კრიზისს, რადგან საბიუჯეტო კრიზისი ნიშნავს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებულ შეუთანხმებლობას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის, როგორც ჩანს, ის საუბრობს ფინანსურ კრიზისზე. მერაბიშვილი ამბობს, რომ მოსალოდნელი კრიზისი უკავშირდება ბიზნესის შევიწროებას ახალი ხელისუფლების მიერ და ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებას. პირველ რიგში თქვენი აზრით აქვს თუ არა რაიმე საფუძველი ამ განცხადებას, რადგან მერაბიშვილმა მოაწყო საკმაოდ ესეთი პრესკონფერენცია თვალსაჩინოებით, გრაფიკებით და ასე შემდეგ, სადაც ციფრებით ცდილობდა მოსახლეობის დარწმუნებას. აქ რამდენიმე თემაა. პირველი დებატები რო არ შედგა. ეს დებატები ვერ შედგებოდა ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ნაციონალურმა მოძრაობამ აირჩია საკუთარი ტელევიზია. რუსთავი 2. ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენელ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს არ აურჩევია მეცხრე არხი. მას შეეძლო თავისუფლად თქვა, შევხვდეთ ბავშვად მაესტროს, შევხვდეთ კავკასიაზე. ანუ კერძო არხები მან გამორიცხა და შესთავაზა საზოგადოებრივი მაუწყებლობა, რომელსაც ასევე შესანიშნავი დაფარვა აქვს. თანაც შევხედოთ, მე ორივე გადაცემას უყურე, ისე კარგად გამოვიდა მერაბიშვილი რომ მორჩა რუსთავი 2-ზე, შემდეგ გამოდიოდა ნოდარ ხადური საზოგადოებრივ მაუწყებელზე. პრაქტიკულად რა გამოჩნდა? წამყვანი შუბლაძე არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, როგორ მოფერებოდა მერაბიშვილს. ხოლო წამყვანი კვესიტაძე არ იცოდა როგორ ეკმინა ხადურისათვის. ასე რომ ვირტუალური, მაგრამ მაინც დებატები როგორც ასეთი შედგა. ანუ პრაქტიკულად ნოდარ ხადურმა ითამაშა მოწინააღმდეგის მოედანზე. არც ერთი ჟურნალისტი ამ შემთხვევაში მიუკერძოებული ნამდვილად არ იყო. ეს ამას ვაფასებ მე როგორც რიგითი ტელემაყურებელი. რაც შეეხება თვითონ შინაარსს, მე ასეთ ეკონომის ვანო მერაბიშვილს არ ვიცნობ. და უფრო საინტერესო რამეს შევახსენებ ტელემაყურებლებს. როდესაც მას 2012 წელს პარლამენტში უნდა გამოეცხადებიათ მისთვის და მისი მთავრობისთვის დობა და ქრისტიან დემოკრატებმა წაუყენეს რამდენიმე წამოაჭრეს, რამდენიმე კითხვა, რომელიც დაფუძნებული იყო სტატისტიკურ ინფორმაციასთან, რომ ეკონომიკის სიტუაცია არ ვთქვი საღრბიელოა. ამაზე მერაბიშვილმა გასცა ასეთი პასუხი, მე სტატისტიკა არ მაინტერესებს, მე თვითონ არ ვენდობია. წარმოგიდგენიათ ხა კაცი თუ არ ენდობოდა სტატისტიკას და ეს კაცი გახდა პრემიერ-მინისტრი. დღეს მას ეს სტატისტიკა დასჭირდა. თანაც იცით რომელი სტატისტიკა, რომელიც ჯერ ოფიციალურად გამოქვეყნებული არ არის. მე რამდენიმე დღის წინ ძალიან საინტერესო და შინაარსიანი საუბარი მქონდა სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან, ბატონ ზაზა ჭელიძესთან და საკმაოდ საინტერესო გავარჩიეთ არსებული პრობლემები, რომელიც ამ სამსახურსა და რეალურ სიტუაციას ქვეყნის ეკონომიკაში. ამიტომ თვითონ მერაბიშვილის ეს განცხადებები რეალურ საფუძველს მოკლებულია. კიდევ ერთი რამე, თუ დეკემბრის თვეში მართლა ფიქსირდება ეკონომიკური ვარდნა და ჯერ ეს ოფიციალურად არ არის გამოცხადებული, თუ ეს დაფიქსირდება ეკონომიკური ვარდნა, არ უნდა გვეგონოს ძვირფასო ტელემაყურებლებმა, რომ ეკონომიკაში ასეთი რამ არსებობს, რომ ყველაფერი კარგად იყო და ერთ თვეში დაინგრა ეკონომიკა. ეკონომიკას ახალთიათებს ძლიერი ინერციულობა. ანუ დეკემბერში პრაქტიკულად თუ არსებობს უკოსლა, ეს არის გამოვლინება იმ ტენდენციების, რომელიც იყო ჩადებული ეკონომიკაში. თუმცა ბატონო, დიდი ბოდიშამ გაწყვეტნებთ, ვანო მერაბიშვილს ჰქონდა ერთი არგუმენტი ამასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ 2004 წელს, ანუ როდესაც ისინი მოვიდნენ უკვე ხელისუფლებაში, იმავე თვეს დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა. სტატისტიკა თუ ის სტატისტიკას ეყრდნობა, აი სწორედ სტატისტიკით ვიმჟელოთ 2003 წელს, ანუ იმ ავაც ახსენებელ ბნელ საქართველოში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ედუარდ შევარდნაძე, ეკონომიკური ზრდა იყო 11%. იმ გაბრწყინებულ საქართველოში, რომელსაც სათავეს ჩაუდგა მიხეილ სააკაშვილი 2004 წელს, ეკონომიკური ზრდა იყო 5.5%. ანუ ორჯერ ნაკლების დისტემპი დაფიქსირდა. ეხლა ეს მარტო ასეთი მაჩვენებლების ამოღება არაფერს არ გვეუბნება. კიდევ ერთი რამე. ეკონომისტებს საერთაშორისო სტანდარტია. ეკონომიკური ვარდნა უნდა ფიქსირდებოდეს უწყვეტად, სულწოთა 2 კვარტალი ზედიზედ, რომ თქვათ, რომ რეცესია ადგილი, რომ ის შემდეგ გადაიზრდება კრიზისში. ერთთვიანი ყევას პრაქტიკულად არაფერი
ერთვიან ყევაზე დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. კიდევ ერთი მომენტი. ის რაც არის ნაჩვენები, რომ დამატებული ღირებულების ბრუნვა მცირდება, ესაც ადვილი ახსნადია, იმიტომ რომ იყვნენ წურბელა ფირმები, რომლებიც იყვნენ ასე ვთქვათ, კბილებით ჩარჭობილი ბიუჯეტზე, იღებდა სხვადასხვა დაფინანსებას, ეს დაფინანსებები შეწყდა, ბუნებრივია რომ ამ ფირმებს თავისი ბრუნვა შეუცვლიათ და პრაქტიკულად ეს არის გარკვეულად დაცვა ბიზნეს ინტერესების მერაბიშვილის განცხადება, რაც იყო სახელმწიფო ბიზნესთან დაკავშირებული ჯერ კიდევ აი ამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე. ამიტომ ის რომ ქვეყანაში საკმაოდ ესეთი არა პროგნოზირებადი სიტუაცია, მე პირველ რიგში პოლიტიკური გულისხმობ, იმიტომ რომ ამ დაძაბულობას მუდმივად ქმნის ნაციონალური მოძრაობა და მანამ სანამ კონსტიტუციური ცვლილებები არ შევა ძალაში, ეს ბუნდოვანება სამწუხაროდ შენარჩუნებული იქნება. აი ამას მაქსიმალურად იყენებს ნაციონალური მოძრაობა კრიტიკისათვის. და ერთი მომენტიც უნდა ითქვას, გარკვეული რჩევა ქართული ოცნების მთავრობას. მე მიხარია და ძალიან ვაფასებ, რომ ნოდარ ხადური აღმოჩნდა ესეთი ყოჩაღი, რომ ის მას შეუძლია ელაპარაკოს არა მარტო ფინანსებზე, არამედ ელაპარაკოს ჯანდაცვის რეფორმაზე, სოფლის მეურნეობის რეფორმაზე, განათლების დაფინანსებაზე, მაგრამ საჭიროა რომ მთავრობის სხვა წევრებიც გააქტიურდნენ. ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობდეს ეკონომიკის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, რა მექანიზმები აქვს სოფლის მეურნეობას, იმიტომ რომ ნოდარ ხადურს რომ პასუხისგაცემა შეუძლია, ეს მისი პლუსია. მაგრამ რატო სხვა მინისტრები ასევე აქტიურად არ გამოდიან, არ მართავენ თავისი პროექტების პრეზენტაციას, ეს ძალიან ცუდად აღიქმება გარედან საზოგადოების მხრიდან. ჩვენ გვაქვს ექსპერტებს გარკვეული ინფორმაცია, რომ სერიოზული სამუშაოები ტარდება მთავრობაში, მაგრამ აი ამის წარმოჩენა ჯერჯერობით ეკონომიკურ ბლოკში ახერხებს მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო. ნამდვილად არ მინდა რომ კრიტიკულად იქნას აქმული იმას, რასაც აკეთებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ის ცდილობს რომ გარკვეულად ინფორმაცია წარმოაჩინოს, აი სხვა სამინისტროების მუშაობის წარმოჩენა საზოგადოების თვალსაზრისში საკმაოდ არადამაკმაყოფილებელი. ოპონენტები აკრიტიკებენ ხელისუფლებას იმის გამო, რომ თითქოს არ არსებობს ერთიანი სამთავრობო გეგმა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეთი გეგმა არსებობს თუ არ არსებობს? ეს სასაცილოა, ახლა გეგმა უროდესმე ქონია ნაციონალურ მოძრაობას? გეგმები ხო, ქაღალდზე დაწერილი არა, ჯერ ერთი არ იყო გეგმა და პროგრამა, იყო ერთიანი საქართველოს სიღარების გარეშე. ერთიანი გვაქვს საქართველოს თუ სიღარებია აღმოფხრილი. მერე ჩაანაცვლა 10 პუნქტიანმა გეგმა. 10 პუნქტიანი გეგმა, რომელიც თავისთავად მხოლოდ პრაქტიკულად ფრაზები იყო და მოწოდებები, შესრულდა, მერე ჩაანაცვლა 5 პუნქტიანმა გეგმა. შესრულდა, მერე ჩაანაცვლა 1000 ლარიანმა ვაუჩერების დაპირება. ასე რომ თვითონ ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა 9 წელი ისე ემართა ქვეყანას არანაირი საჯაროდ გაცხადებული გეგმა, რომელიც სერიოზული განხილვა შესაძლებელი იქნებოდა, არ ქონია. ახლა კარგად გამიგეთ, მე იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ქართულ ოცნებას აქვს კაფეად ჩამოყალიბებული სამთავრობო პროგრამა. სამწუხაროდ ასეთი იდეალური დოკუმენტი არ არსებობს. არსებობს ქართული ოცნების წინა საარჩევნო პროგრამა, ეს პარტიული პროგრამა, მაგრამ ის უნდა გარდაქმნილიყო სამთავრობო დოკუმენტში. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი სერიოზული დოკუმენტი, თვლი რომ საკმაოდ წარმატებული, რაც მოკლე ხან შეიძლება შემუშავებულიყო, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი. მაგრამ ქვეყანას რო განვითარების გეგმა და ხედვა სჭირდება და მარტო ის რა დაპირებები იყო, რა პროგრამა იყო წინა საარჩევნო პერიოდში, რომ საკმარისი არ არის, მე ვფიქრობ, ეს მთელი საზოგადოების მოთხოვნა არის და ის ბუნდოვანებაც რა ორიენტაცია აქვს ქვეყანას, საით მიდის, ამას ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას. ამიტომ შესაქმნელია სამთავრობო გეგმა, რომელიც იქნება საკმაოდ კაფეოდ გაწერილი, მათ შორის იქნება რა მიზნები აქვს საქართველოს, საითკენ მიდის, რა რესურსი აქვს, რა პრობლემები აქვს და რა ვადებში უნდა გადაწყდეს. იმიტომ რომ იმ პოლიტიკურ დოკუმენტში, რომელსაც პარტიის წინა საარჩევნო პროგრამა ქვია, ეს ვერ იქნებოდა მთავრობაზე გაწერილი, იმიტომ რომ ეს პარტიული დოკუმენტი იყო, მაგრამ ის დოკუმენტი არის კარგი საფუძველი ნიადაგი იმის, რომ შემუშავდეს სამთავრობო რეალური პროგრამა. კიდევ ერთი თემა, რასაც აუცილებლად მინდა რომ შევეხოთ, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა ეკონომიკური დანაშაულის ამნისტირების შესახებ, საგადასახადო ამნისტიის და ფინანსური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით იწყებს ნაციონალური მოძრაობა ხელმოწერების შეგროვებას. თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა მართლაც რომ ხელისუფლებამ ასეთი სახის ამნისტია მიიღოს? აი ამის მიღება იქნება კიდევ უფრო დიდი დანაშაული. იმიტომ რომ საერთოდ ნებისმიერი ამნისტია ეკონომიკაში ეს არის პრაქტიკულად იმის დაკანონება, რომ დავსაჯოთ ის, ვინც გადასახადებს იხდიდა.
არის მეწარმეთა ერთი ჯგუფი, რომელიც იხდიდა სისტემატურად გადასახადებს, არის მეწარმეთა მეორე ჯგუფი, რომელიც შეკრული იყო ხელისუფლებასთან და იცოდა პერიოდულად ჩამოაწერდნენ, რადგან თუნდაც ის ჩამოწერები, რაც გაკეთდა რუსთავი ორზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე და რაც საკმაოდ კარგად იცის ჩვენმა ტელემაყურებელმა და აი ამ ფონზე წარმოვიდგინეთ, რომ ის მეწარმე, რომელიც იხდიდა გადასახადს, ის იქნება დასჯილი. ერთი ეს, მეორე, როდესაც ჩვენ ამ ამნისტიის ინსტიტუტს შემოვიღებ, იცოდეთ, რომ ის იქნება მრავალჯერადი გამოყენების. ყოველთვის იქნება ოპოზიციას ეს გამოყენებისთვის და ყოველთვის იქნება ეს სუსტავრობას გამოყენებისთვის. მარტო ინდოეთის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში 7-ჯერ მოახდინეს ამნისტია. პრაქტიკულად ეს არის სერიოზული დარტყმა ფინანსური წესრიგის დამყარებისთვის. ეხლა რატო გამოდის ამ ინიციატივით? ეს ძალიან მარტივია. ჯერ ერთი არის ის ფირმები, რომელიც იყო ხელისუფლებასთან შეკრული და მათი აქვთ ეკონომიკური დანაშაული ჩადენილი, საუბარია რომ საკუთარ ფირმებს, რომელთაც საკუთარ ბიზნესს ახორციელებდნენ, მათ ეპატიოს, ერთი ეს და მეორე ის რომ გარკვეულად გული მოიგონ იმ ხალხის, ვისაც ბოლომდე არ ესმის რასთან გვაქვს საქმე. რეალურად მე უსმინე ფინანსთა სამინისტროს პოზიციას და ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ყოველი კონკრეტული საკითხი უნდა იყოს ინდივიდუალურ რეჟიმში შესწავლილი. თუ არის ისეთი საკითხი, რომ არის შეცდომით დარიცხული ჯარიმები, რომ ეს არის დაუშვათ შესყიდვებით ხორციელდებოდა გარკვეული სამუშაოები, მაგრამ ბიუჯეტმა არ გადაუხადა დროზე ან საკმარისი ოდენობით თანხა, ამის გამო შეექმნა მოცემულ კომპანიას გადაუხდელი გადასახადები, ეს ერთი თემაა. და ეს ინდივიდუალურ რეჟიმში უნდა გადაწყდეს. ხოლო თუ იყო ისეთი კომპანიები, რომლებიც შეგრული იყო ხელისუფლებასთან და იცოდნენ ყველაფერი გათვლილი იყო, რომ ნაციონალურ მოძრაობა მათ ჩამოაწერდა, როგორც ადრე ჩამოუწერი, ამათ მიმართ არანაირი ამნისტია არ უნდა გატარდეს. თუ ამას გავაკეთებთ, ყველა ის ფირმა, ყველა ის კომპანია, ყველა ის ბიზნესმენი დაირჩება, ვინც წესერად იხდიდა გადასახადებს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. ლადო პაპავა პასუხობდა მთავარ კითხვას, რამდენიმე წუთში ლევან ბერძენიშვილი ჩაგვერთვება სტრასბურგიდან. ლევან ბერძენიშვილი სტრასბურგიდან უპასუხებს მთავარ კითხვას, საღამო მშვიდობისა ბატონო ლევან, დავიწყებ პირდაპირ შეკითხვით. დღეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ქართულ-რუსული შეხვედრების შესახებ, კერძოდ საუბარია თედო ჯაფარიძისა და ალექსეი პეშკოვის არაფორმალურ შეხვედრაზე. დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ასეთი ტიპის შეხვედრებით რუსული მხარე ცდილობს დაარწმუნოს ევროპელები, რომ დიალოგი ორ მხარეს შორის არსებობს და არანაირი სხდომაზე განხილვები და რეზოლუციები მათი მხრიდან საჭირო აღარ არის. როგორ ფიქრობთ, ასეთი რისკი ახლავს თუ არა არამხოლოდ დღევანდელ შეხვედრას, არამედ საერთოდ ერთ-ერთზე ქართულ-რუსული დიალოგის დაწყებას? ჩემი აზრით შეხვედრა ჯობია არ შეხვედრას, რაც შეეხება ბატონი ბაქრაძის განცხადებას, ეს არ არის ასე ვთქვათ სერიოზული განცხადება, იმიტომ რომ ასეთ შეხვედრა ყოფილა მაგალითად ტიშკოვსა და პეტრე ცისკარიშვილის შორის და არასოდეს არ თქმულა, რომ ეს ცუდი არის და შეხვედრა ყოველთვის ჯობია, ვინაიდან ასეთ დროს ყოველთვის არის შანსი, რომ რაღაც საკითხები გაიყვეს. ეს არის დამატებითი რესურსი იმ გაფუჭებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, რაც არის საქართველოსა და რუსეთს შორის. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს ილუზია, რომ ამ ერთ შეხვედრაზე ძალიან წინ წავიწიეთ, მაგრამ ეს მაინც არის ნაბიჯი წინ და ჯობია არ დავემალოთ პრობლემებს და ჯობია შევხვდეთ. მით უმეტეს, რომ ეს იყო არაფორმალური შეხვედრა, ძირითადად გაცნობითი ხასიათისა, დაისახა ის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია და არ დასახულა ის პრობლემები, რომელიც განიხილება სხვა რეჟიმში. ასეთი შეხვედრები არ უქმნის საფრთხეს იმ შეხვედრას, რომელიც არის ჟენევაში ან სადმე სხვაგან. ეს არის უბრალოდ დამატებითი რესურსი, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული. ბატონო ლევან, ევროპაში მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთდა მოხსენება და შევიდა შესწორებები. თქვენ ინტერვიუდან ვიცი ეს, იყო შენიშვნები საქართველოსთან დაკავშირებით. რამდენადაც ვიცი, საუბარია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ საყვედურზე და ასევე პრემიერ-მინისტრის ადრინდელ გამონათქვამზე მეცხრე არხის და საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რატომ მოხდა ეს შენიშვნები ამ მოხსენებაში? მით უმეტეს, რომ მოხსენება იყო მზად და ეს იყო შემდგომი შესწორებები. მე უნდა გითხრათ, რომ ჩვენი ოპოზიცია მზად იყო, ასე ვთქვათ, გაცილებით უფრო დიდი ბრძოლისთვის, მათ უნდა დებატები საქართველოსთან დაკავშირებით. ეს საკითხი ევროსაბჭომ არ გაიზიარა, ამიტომ ესეთ დებატები არ შედგა. შესაბამისად, მთელი მათი ნებისყოფა, ძალა, გავლენა
შეხვედრები და ასე შემდეგ გამოიყენეს იმისთვის, რომ მოხსენებაში სადაც ნახსენები არ იყოს საქართველოს, რეზოლუციაში აღმოჩენილი იყოს საქართველოს, აი იმ წინადადებით, რაც თქვენ თქვით, იქ ფაქტობრივად არის შესწორება, რომლის მიხედვითაც იხსენებენ ბატონ ივანიშვილის განცხადებას მეწყრე არხთან დაკავშირებით, ეს ერთი, ხასისხმენ რომ მეწყრე არხი მისი მეუღლის კუთვნილებაშია ეს ორი, ასევე ამბობენ იმის შესახებ, რომ საქართველოში შეიცვალა მედიის მფლობელობა, თუმცა იმას არ ამბობენ, რატომ შეიცვალა და როგორ შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით მე თვითონ მომიწია ახლახან გამოსვლა რამდენიმე წუთის წინ, არ იქნა გაზიარებული და ეს ორი შენიშვნა მიიღო ევროსაბჭომ თავისი რეზოლუციით. გუშინდელ რეზოლუციას მინდა ასევე შევეხოთ, ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელშიც მოხდა რუსეთის მიერ 6 პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ჩანაწერი. ბატონო ლევან, რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამ ჩანაწერს? ვიცით, რომ არ გააჩნია ევროსაბჭოს იმის ბერკეტები, რომ მაგალითად რუსეთი აიძულოს მართლა, რომ შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები. განსხვავებით დღევანდელისგან მე ვიტყოდი, რომ გუშინდელი რეზოლუცია ეს გამარჯვება იყო მთელი ქართული დელეგაციის, აქ მე არ გამოყოფდი რომელიმე მხარეს, ჩვენ ყოველთვის მივახცევთ მეც თუ იქნებით ერთად, ამ შემთხვევაში ოპოზიციაც, უმცირესობაც ვიყავით ერთად, რამდენიმე შემთხვევაში გავიტანეთ ჩვენი აზრით, თვითონ რეზოლუციაც კარგად იყო წარმოდგენილი, რუსეთმა ხმა არ მისცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროსაბჭომ ის გაიზიარა, ეს იყო შემთხვევა, როდესაც ჰუმანიტარულ რეზოლუციაში ჩვენ გავაჩინეთ პოლიტიკური აქცენტები, რაც არ არის ტექნიკურად მოწონებული, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ეს წარმატება იყო და მე ულოცავ ყველას, ვინც ამაზე მუშაობდა, ამ პატარა, მაგრამ სერიოზულ წარმატებას. რაც შეეხება იმას, რამდენად აქვს ძალა ამ რეზოლუციებს. ჩვენი უმცირესობა დღევანდელ რეზოლუციას ხო იტყვის, რომ დიდი ძალა აქვს, ამიტომ ძალა აქვს, რა თქმა უნდა, ევროსაბჭო არ არის უბრალოდ სათათბირო ორგანო. მის რეზოლუციებს აქვს ძალა, ოღონდ ეს ძალა ისეთი არ არის, როგორც ჩვენ წარმოვიდგენთ, ანუ ის ვერ უბრძანებს რუსეთს შეასრულოს 6 პუნქტიანი მუხლი, მაგრამ ის რომ იქ არის 6 პუნქტიანი მუხლი, ის რომ იქ არის ოკუპაცია ნახსენები, იქ რო ლაპარაკია დევნილების აუცილებელ დაბრუნებაზე და სხვა, ეს ყველაფერი არის საქართველოს დიპლომატიის წარმატება და ჩვენი დელეგაციის წარმატება. კიდევ ერთი თემა უკვე შიდა პოლიტიკური, გულისხმობ ირაკლი ალასანიას გადაყენებას ვიცე-პრემიერის პოსტიდან, ძალიან საინტერესოა ამ თემასთან დაკავშირებით თქვენი კონკრეტული პოზიცია, უკვე 3 დღეა საზოგადოების ინტერესის ცენტრში არის ეს თემა. რას ნიშნავს ბატონო ლევან მმართველი ძალისთვის ეს პრეცედენტი, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადააყენა, ვიცე-პრემიერის პოსტიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი და ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, კერძოდ საპრეზიდენტო კანდიდატურის შიდა პარტიული განხილვა და შეუთანხმებლობა კონსტიტუციური მოწყობის თემაზე. ჩემთვის ახლა ძნელია სტრასბურგიდან ამ თემას სერიოზულად შევეხო, მე ვფიქრობ, რომ მთავარია ჩვენ შევინარჩუნოთ ის ერთობა კოალიციაში, რომელიც გვაქვს და რაც შეეხება თანამდებობებს, ერთი თანამდებობით მეტი თუ ნაკლები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ირაკლი ალასანიას ექნება ცხოვრებაში დიდი წარმატებები და თანამდებობები, ასე რომ მე ვერ ხედავ დიდ პრობლემას ვიცე-პრემიერის პოსტის დაკარგვასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უმნიშვნელო დეტალი კოალიციაში, ასეთი რამეები ხდება ხოლმე, მტკივნეულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნებთ ერთობას იმისთვის, რომ მივახციოთ მეწარმატებას. რაც შეეხება სახელმწიფო მოწყობას, ეს საერთო კოალიციისა და საერთო საზოგადოებრივი გადაწყვეტის საკითხია, ამიტომ ჩემი აზრით ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო საკითხებზე სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას. ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოების ჩართვა საკონსტიტუციო მოწყობის საკითხში იქნება ძალიან სწორი გამოსავალი კოალიციისთვის, იმდენად რამდენადაც ფაქტია, რომ რესპუბლიკელებს და იგივე თავისუფალ დემოკრატებს სხვადასხვა წარმოდგენა გაქვთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე. უნდა იყოს თუ არა საზოგადოება მაქსიმალურად ჩართული და გამოხატული მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის კონსტიტუციური წყობა. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო კომისია და საკონსტიტუციო ცვლილებები კანონით გულისხმობს საზოგადოების მონაწილეობას, ეს უკვე საზოგადოების სურვილზეც არაა დამოკიდებული, ის ვალდებულია ჩაერთოს, ისე როგორც ახლა არის ჩართული საზოგადოება იმ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში, რაც არის შემოთავაზებული, კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივ განხილვას, აუცილებლობას ასეთი განხილვისა და ბუნებრივია მე მიმაჩნია, რომ ეს ფორმატი იქნება საკმარისი. მე არ მგონია, რომ აუცილებელი იყოს აქ პედალირება იმაზე, რომ რესპუბლიკელებს აქვს განსხვავებული აზრი, იმიტომ რომ ეს არის საკონსტიტუციო მოწყობის ის მოდელი, რომელსაც ჩვენც ვუჭერთ მხარს, არის
საერთოდ ჩვენს ერთიან საარჩევნო პროგრამაში და ყველა პარტია, თითქმის ყველა პარტია შემავალი კოალიციაში იზიარებს საპარლამენტო მოწყობის იდეას. თუმცა, რა თქმა უნდა, არის განსხვავებული აზრი, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ და რომელიც უნდა იქნეს განხილული როგორც კოალიციის შიგნით, ისე საზოგადოებაში მთლიანად. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოახერხეთ და ჩაგვერთეთ გადაცემაში, თუმცა ხდომიდან გამოგიყვანეთ. დიდი მადლობა. ლევან ბერძენიშვილი მთავარ კითხვას სტრასბურგიდან პასუხობდა, მე ხვალამდე გემშვიდობით გმადლობთ, რომ გვისმენთ და გვიყურებთ.